ნატო საქართველოს ახალ რეკომენდაციებს აძლევს, რომლებიც საქართველოს 2010 წლის ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში აისახება. ბრიუსელში გამართულ ნატო საქართველოს კომისიის ხდომაზე ქართულმა მხარემ მიიღო რეკომენდაციები, განახორციელოს რეფორმები თავდაცვის, მედიის, სასამართლო სფეროებში და საარჩევნო კანონმდებლობაში. როგორც ბრიუსელში ვიზიტად მყოფმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, ალიანსი თხოვნით მიმართავს საქართველოს დააჩქაროს განსახორციელებელი რეფორმების პროცესი. ქვეყანაში რეფორმების განხორციელება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს. ჩვენ მივიღეთ რეკომენდაციები განხორციელდეს რეფორმები თავდაცვის, მედიის და საკანონმდებლო სფეროებში, განაცხადა ვაშაძემ. ალიანსი დაინტერესებულია, რაც შეიძლება ობიექტურად ჩატარდეს 2010 წლის მაისში დანიშნული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ასევე განხორციელდეს მეტი კონტროლი თავდაცვის სისტემის ფინანსებზე და ამ სფეროში ადამიანური რესურსები მაქსიმალურად იქნას გამოყენებული. შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრიუსელში ნატოს მინისტერიალი გაიხსნა. მინისტერიალს ალიანსის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ესწრებიან. ამასთან ბრიუსელში უკვე გაიმართა ნატო საქართველოს კომისიის ხდომა. დღეს კი დაგეგმილია ნატო რუსეთის კომისიის ხდომა, რომელზეც წინასწარი ინფორმაციით საქართველოს დეოკუპაციის საკითხიც განიხილება.